ბათუმში მომხდარი ტერაქტი გახსნილია სამართალდამცველებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის დიმიტრი კორძაძის მკვლელობა გახსნეს. დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებმაც კორძაძეზე ბათუმის ცენტრში 2010 წლის 5 მაისს დილით ტერაქტი მოაწყვეს. გამოძიებისას გაერკვა, რომ მაღალჩინოსნის მკვლელობა აფხაზეთში მოქმედმა იმ კრიმინალურმა დაჯგუფებამ დაუკვეთა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვალმერ ბუთბაა. რატომ დაუკვეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მკვლელობა? საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამის გარკვევას ნოდარ მელოძე ცდილობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. ნოდარ, გისმენთ. საქმეზე სასამართლო განხილვები 5 აპრილის შემდეგ დაიწყება. ბუნებრივია, ამ დრომდე სამართალდამცველები ყველა დეტალის გახმაურებას თავს იკავებენ. ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, შესაბამისად უცნობია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაუკვეთა ვალმერ ბუთბამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მკვლელობა, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდები, რადგანაც გარდაცვლილი ამ თანამდებობის დაკავებამდე სანამის ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებდა, იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამ მკვლელობის დაკვეთაც ამ პერიოდს უკავშირდება. ახლა მე ქრონოლოგიურად მოგიყვებით რა და როგორ მოხდა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მოქმედებს ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს ვალმერ ბუთბა. სწორედ ეს დაჯგუფება ძალიან ხშირად აწევრებს ქართულ მოსახლეობას გალის რაიონში, აწყობს სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტებს და ხდება თავდასხმები. ვალმერ ბუთბამ და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიაზე მოქმედი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა დაიბარეს ასევე გალის რაიონში მცხოვრები 2 მოქალაქე. ესენი არიან ოთარ როგავა და თემურ ბუთბაია, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე მოპარული ავტომანქანების ბიზნესით, რომელიც მათ ოკუპირებულ რეგიონში გადაყავდათ. მათ გააცნეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. შეხვედრას ესწრებოდა საერთო ჯამში 2 სამხედრო პირი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა და მათ შორის გაიმართა დიალოგი. სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა გალის რაიონში, როგავამ და ბუთბაიამ მიიღეს დაკვეთა, რომ უნდა აღმოეჩინათ ადამიანი, რომლის ფოტოსაც გადასცემდნენ მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე და უნდა მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია. ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელი დიმიტრი კორძაია. ამის შემდეგ დაიწყო უკვე დიმიტრი კორძაიას ძებნა და მისი ფოტოს საშუალებით ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა. სწორედ გაარკვიეს ტერაქტის შემსრულებლებმა, რომ კორძაია ცხოვრობდა ბათუმში და იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. უკვე დაკავებულია ყველა ის პირი, რომელიც ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა. გარდა ერთისა, გიორგი გაბუნია სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. აღიარებით ჩვენებებში ისინი დეტალურად ყვებიან, თუ როგორ დაგეგმეს განახორციელეს ტერორისტული აქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე. მოვიდა ვალმერ ბუთბა და მითხრა, რომ არის სერიოზული ხალხი და უნდა შეხვედრა მათ რაღაც საქმე. შემახვედრა 2 რუს პიროვნებას, სტასი და რომა, ანუ გვარები არ ვიცი. გრაჟდანსკი ფორმაში იყვნენ, არც განუმარტია ვინ იყვნენ. საუბარში განმარტეს, რომ ეძებდნენ კაცს და გადამცეს ფოტოსურათი, ანუ მოსაძებნი იყო. რის მერე მე დავთანხმდი და გადმოვედი ქალაქ ზუგდიდში. მის მერე კიდევ შეხვდი ერთხელ ქალაქ გალში. სადაც გადმომცეს თანხა $5,000 მანქნის საყიდლად და სახარჯო ფული. მევლო და მომეძებნა ეს კაცი. ანუ არ განუმარტიათ მაშინ რატო ეძებდნენ და რა უნდათ. 2009 წლის სექტემბერში რუსებმა გამომიგზავნეს ვალმერ ბუთბას ხელით $2,000 და ასევე შემოითვალეს, რომ საქმე დროზე დაემთავრებინა. 2010 წლის მარტში ჩვენი მესამე შეხვედრის დროს რუსებმა გადმომცეს სასაფეთქებელი ნივთიერება. ანუ იქვე ჩამიტარეს ინსტრუნტაჟი, როგორ უნდა მომეყვანა მოქმედებაში. თან განმარტეს, რომ ეს საქმე მე უნდა გამეკეთებინა, ანუ ამეფეთქებინა დიმიტრი კორძაძე. და ამის გაკეთების შემთხვევაში $50,000-მდე ამინაწავებდნენ ფულად თანხას.
ოთარ როგავა და თემურ ბუთბაია ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ბრალდებულები დიმიტრი კორძაძეზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში, პერიოდულად მართავდნენ შეხვედრას ოკუპირებულ გალის რეგიონში, სადაც ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებისაგან იღებდნენ კონკრეტულ თანხას, რაც საჭირო იყო ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მათ ორ ეტაპად მიიღეს თავდაპირველად ჯერ $5,000, შემდეგ $2,000 და საბოლოო ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მიზანი მიღწეული იყო, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო ლიკვიდირებული, ამ ადამიანებს გადაეცათ დამატებით $50,000, ეს იყო ტერაქტის შესრულებისათვის გასამრჯელო. აღიარებითი ჩვენების მეორე ნაწილში ერთ-ერთი დაკავებული ბუთბაია დეტალურად ყვება თუ როგორ განახორციელა ტერორისტული აქტი. ის იხსენებს, რომ ოკუპირებულ გალის რეგიონში მას მისცეს დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველო საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამსახურეობრივი ავტომანქანაზე დაამაგრა. ეს იყო დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნდა Motorola-ს ფირმის სამართავი პულტი, რომელიც რადიოსიც იყო 300-500 მეტრი და მას შემდეგ, რაც უკვე კორძაძე გამოვიდა ქალაქის ქუჩებში და დაიწყო გადაადგილება, სწორედ ამ წუთებში ამოქმედეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერაქტის ორგანიზატორებმა და მიზანსაც მიაღწიეს. ახსნა იყო ასეთი ბომბის ინსტრუქტაჟი, რომ მარტივი მექანიზმი იყო. კონდა ერთი ღილაკი და ერთი კალცო. ანუ ღილაკის აწევის შემდეგ კალცოს გამოღება და მიმაგრება ავტომანქანის ქვეშ. ხოლო დისტანციური მართვის პულტი იყო რაცია Motorola-ს ფირმას რაცია. სადაც ჰქონდა უბრალო მექანიზმი იმასაც, ანუ კანალი იყო პირველი და ერთხელ უნდა დაგეჭირა ღილაკზე. რადიუსი იყო 300 მეტრიდან 500 მეტრამდე. დავადგინეთ, რომ ეს პიროვნება მუშაობდა სამაშველო სამსახურის უფროსად. მე და როგავა ჩამოვედით ბათუმში, შევისწავლეთ მარშრუტი. ანუ ადგილი მდებარეობა სახლი, სადაც მიდიოდა სკოლაში, მიყავდა ბავშვები დილით. ტოვებდა და იმის მერე გადიოდა სამსახურში და შერჩეული იყო ადგილი, სადაც უნდა მომხდარიყო აფეთქება. ამის მერე 2010 წლის 4 მაისს ჩვენ ჩამოვედით ქალაქ ბათუმში. მე წავედი კორძაძის მისამართის, ანუ საცხოვრების სახლთან, სადაც დავმალე საფეთქებელი ნივთიერება საღამოს საათებში. სევლე დაბრუნდი უკან. ღამის 4 საათზე მივედი იმ ადგილას დიმიტრი კორძაძეს საცხოვრებელ სახლთან, სადაც ჰქონდა დამალული საფეთქებელი ნივთიერება, ბომბი. შევნიშნე მანქანა იდგა ეზოში. ავიღე მოწყობილობა, გადავძვერი საბორზე. მივედი და დავამაგრე მძღოლის წერის ქვეშ, ანუ მძღოლის მხარეს. დავბრუნდი გაბუნიას ბინაში. ასლისთანავე როგავას უთხარი, რომ დამონტაჟებული იყო. საქმის შესრულების მერე დაახლოებით ერთ თვეში შევხვდით რომა და სტას, შევხვდი მე პირადად, სადაც გადმომცეს $42,000 საქმის შესრულებისთვის. თან დამიტოვეს ტელეფონის ნომერი. იმ შემთხვევაში თუ მე სურვილი მექნებოდა შემდგომში მათთან თანამშრომლობის გაგრძელების, საქმეების გაკეთების. რის მერე მე მაგათ არ დავკავშირებულ ვარ. ფულას თანხას რაც შეეხება, ანუ როგამ $15,000 გადასცა დავით როყვას. დანარჩენი ფული გავიღავით მე და მან. 2010 წლის 5 მაისს დილის 4 საათზე ავიღე ეს მოწყობილობა, სადაც შენახული მქონდა ზაბორის უკანა მხარეს. გადმოუძვერი ზაბორი, გავაგზავნე გზა მანქანისკენ. რა ადგილზე მოხდა თქვენს მიერ ავტომანქანაზე დამონტაჟება? აგერ მოაბილის სიდენის ქვეშ.
სქემა იყო ასეთი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსანზე ტერორისტული აქტი დაუკვეთეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიაზე მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ეს არის ვალემერ ბუთბა. მათთან ერთად ტერაქტის დამკვეთებს შორის იყო ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მოღვაწეობდა. ამ ადამიანებმა მოძებნეს გალში მცხოვრები ქართველები, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზეც უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ და მათ სთხოვეს უშუალო ტერაქტის განხორციელება. ესენი არიან თემურ ბუთბაია და ოთარ როგვა. ოთარ როგვა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა და ის საპრობილეში აღმოჩნდა. თემურ ბუთბაიას აღიარებითი ჩვენება კი მაყურებელმა რამდენიმე წუთის წინ მოისმინა. იმისთვის რომ ტერაქტი განეხორციელებინათ, როგავასა და ბუთბაიას დაჭირდათ დახმარება ბათუმში და მათ ამ დახმარების თხოვნით მიმართეს საკუთარ მეგობრებს. ესენი არიან გიორგი გაბუნია, დავით როყვა და ლევან ქარცხავა. ქარცხავა და როყვა ამ დროისათვის არიან დაკავებულები, გიორგი გაბუნია კი იძებნება. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა ძებნილი გიორგი გაბუნიას მეუღლემ, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. გაბუნიას მეუღლე აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ მას საკუთარმა ქმარმა ტელევიზორის ყურების დროს, როდესაც გადიოდა ახალ ამბებში ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნის აფეთქების შესახებ, უთხრა, რომ ამ ტერაქტის უკან სწორედ ის დგას. გიბუნია ჩემი მეუღლე მითხრა რომ გახსოვსო კადრებიო მაშინ რო უყურეთო სახშიო ჩვენ მე შენ და დათომო ერთათო და რო კითხე რაზე იყო ლაპარაკი მეთქი და ასეო ძიმა კორზაზისო აფეთქებასთან მაქვს კავშირიო რა უშუალო მეო და დათოს მეთქი ხო რა ვართო რა ამ საქმეში მე მარკვევდიო გზებსო რა მარშრუტსო მის სამოძრაო მარშრუტსო ანუ როგორ ცხოვრობდაო როგორ გადიოდა გამოდიოდა რა გზებით დადიოდაო რა უშუალოდ ამ გზებს ვარკვევდიო რა ხო და ეს იყო ჩემი საქმეო რა მე დამიკავშირდნენ თემური ბუთბაია და ოთარი როგავა თხოვეს გამეგო დიომიდე კორზაძის საცხოვრებელი მისამართი სამსახური და გადაადგილების მანქანის გადაადგილების მარშრუტი მე შემდეგ მივედი ლევანი ქარცხავასთან და გიორგი გაბუნიასთან და ვთხოვე რომ თუ შეგიძლიათ გამიგეთ მეთქი შემდეგ გაირკვა დიომიდე კორზაძის მისამართი რის შედეგადაც 2010 წლის 5 მაისს ოთარი როგავამ და თემური ბუთბაიამ ააფეთქეს ტერაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანზე ბათუმის ცენტრში. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვები უკვე 5 აპრილიდან დაიწყება. ბათუმში გახსნილი ტერაქტის დეტალებზე ნოდარ მელაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.